ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შენობაში ბათუმში. 20-იან წლებში აქ გაიხსნა საქართველოს ეროვნული ბანკის ფილიალი და შემდეგ მოხდა ინტერვენციები, ასე ვთქვათ, არქიტექტურული ინტერვენციები, ჯერ დაშენდა მესამე სართული და შემდეგ უკვე მივიღეთ ძალიან მიქსი არქიტექტურა, ანუ დღეს ვერც ერთი არქიტექტორი და დანამდვილით ვერ გეტყვით, დღეს რა სტილს წარმოადგენს. ეს არის ბათუმის ნამდვილი შუაგული. გამომდინარე იქედან, რომ შენობა ისტორიულია, თავისი კონცეპტუალური დატვირთვა ჰქონდა, ბანკის შენობა იყო, დიზაინში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქართული მონეტები. რა თქმა უნდა, ძველი ქართული მონეტები, ძველი კოლხური თეთრი, ეგრეთ წოდებული და თანამედროვე ქართული მონეტები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ისტორიულ შენობაში. ეს არის სასტუმრო ინდიგო, ბრიტანული ბრენდი, ინტერკონტინენტალ სასტუმროების ჯგუფის ნაწილი. ინდიგო აერთიანებს გლობალურ თავდაჯერებულობას უბნის უნიკალურ სულთან. და სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი გაგვეცოცხლებინა არა მხოლოდ შენობის ისტორია, არამედ მოგვეყოლა ადგილობრივი გამოცდილებები. ჩვენთან მოსულმა სტუმარმა სწორედ ეს გვინდა შეიგრძნოს. უბრალოდ კი არ დარჩეს, არამედ იმოგზაუროს როგორც მკვლევარმა. თითქოს ეს ადგილი ცნობისმოყვარე ადამიანებისთვისაა, ვინც ეძებს ახალს. ახალი ადგილები მას შთააგონებს და ახალი იდეებით ივსება. მნიშვნელოვანი იყო, რომ ავთენტურობა არ დაგვეკარგა, ამიტომ შევინარჩუნეთ ძველი თაღები და არქიტექტურული დეტალები. ხოლო თანამედროვე ელემენტები ისე შემოვიტანეთ ინტერიერში, რომ ისტორია კი არ დაგვეჩრდილა, არამედ გაგვეგრძელებინა. დიზაინერებთან ერთად ვეცადეთ, რომ შენობაში შეგვენარჩუნებინა ძველისა და თანამედროვეობის ბალანსი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ვიტრაჟის ფანჯრებსაც. ისინი შენობის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური ელემენტია და პირდაპირ უკავშირდება მის ისტორიას. სწორედ ამ დეტალებით ინარჩუნებს სივრცე თავის ხასიათს. სინათლე, ფერები და ტექსტურა ერთმანეთს ერწყმის და ძველსა და ახალს შორის ბუნებრივ კავშირს ქმნის. ფიქრობ, ის ჩანაფიქრი, რაც ჰქონდა, გამოგვივიდა და ახლა ნამდვილად ახალი ისტორიის დაწერის დროა.